გასული კვირის მიწურულს ბიზნესის კვირეულში ჩვენი პირდაპირ ეთერით საქმიან მაყურებელს თბილისში გამოჩენილი ახალი ბილბორდების ამბების გამორკვევისას მოგიყევით ინოვაციური დეველოპერული პროექტის თბილისის აკრების პირველ კამპანიაზე, რომლის მთავარი გზავნილი გულისხმობს, რომ პროექტის ფარგლებში ქალაქის სწორი და ჯანსაღი მიმართულებით განვითარდება. ცხადია, ასეთი ამბიციური პროექტის ამბებზე სიახლეების მოკითხვას ვაგრძელებთ, ამას დაგვირდით კიდეც და არც ამ ეტაპზე მოვაკლებთ ყურადღებას. ამჯერად მოგიმზადეთ ვიდეო ისტორია, სადაც თბილისის პირველი თვითყოფადი უბნის თბილისის აკრების სრულად და დეტალურად გაცნობის მიღმა იმ გამორჩეულ და სრულიად უჩვეულო შეთავაზებებსაც გაგაცნობთ, რასაც ანაგი ქოლაბის წარმომადგენლები დეველოპერული აი ამ პროექტით დაინტერესებულ პირებს მათ სათაო ოფისში ახვედრებენ. ნახოთ სიუჟეტი და მერე უკვე საუბარს ამ თემაზე სტუმართან ერთად გავაგრძელებთ. თბილისი იზრდება. ამ გზავნილით დედაქალაქის ქუჩებში ახალ ბილბორდებს აუცილებლად შენიშნავდით, თუმცა თუ გგონიათ, რომ ეს ზრდა ქაოტური იქნება, ან ქალაქის მოძრაობას გადატვირთავს, ძალიან ცდებით. ახალი დეველოპერული პროექტი თბილისის აკრები ბაზარზე სულ სხვა ამბიციით შემოდის. ეს არც მეტი, არც ნაკლები ახალი უბანია. 21 საუკუნის ადამიანზე სრულად მორგებული პროექტი, რომელიც თავის თავში ცხოვრებისთვის ყველა საჭირო და მნიშვნელოვან კომპონენტს აერთიანებს. თბილისის აკრები ეს არის პირველი თვითყოფადი უბანი თბილისში, რომელსაც მართავს ანაგი შვილობილი კომპანია ანაგი ქოლაბი. ანაგი ქოლაბი დეველოპერებსა და ინვესტორებს თავაზობს, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დეველოპერული სერვისების სრულ აუთსორსინგ. თბილისის აკრები არათუ გადატვირთულ, არამედ დასახლებულ არეალშიც კი არ შენდება. ის დედაქალაქის შუაგულში, თანაც ეკოლოგიურად გამორჩეულ გარემოში, სრულიად ახალ ტერიტორიას ითვისებს. ქალაქის სტატუს-კვო მის დეცენტრალიზაციას რომ მოითხოვს, ამაზეც იფიქრეს და შედეგი თბილისის აკრების იმ ტიპის დაგეგმარებაა, რომელიც დატვირთვის განაწილებას და ქალაქის სხვა უბნებში გადაადგილების შემცირებას ემსახურება. თბილისის აკრები მდებარეობს ორ ყველაზე მოთხოვნად უბანს ვაკესა და საბურთალოს შორის, ნაფეტრებისკენ მიმავალ გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან 2 წუთის სავალზე. უბანი შენდება 62 ჰექტარზე, რომელიც გამოირჩევა თავისი მწვანე მიდგომით. ეს იმას ნიშნავს, რომ 15% იქნება განაშენიანებული, ხოლო 85% იქნება ბუნებრივი ლანდშაფტი. პროექტში გამოყენებულია მაღალი ხარისხის მასალები. ყველა ბინა გამჭოლი და განიავებადია. უნიკალური ხედები ქალაქსა და ბუნებაზე. ჩვენს მაცხოვრებლებს თავაზობთ 1, 2 და სამსაძინებლიან ბინებს ოპტიმალური გეგმარებით. როგორ შეერწყეს თბილისის აკრები ორგანულად ქალაქის ურბანულ ქსოვილს, ამაზეც უკვე იზრუნეს. სპეციალურად ამ უბანში მისასვლელად ახალი გზის მშენებლობა იგეგმება, რაც ქალაქის ინფრასტრუქტურაში მისი მარტივი ინტეგრაციის გარანტი იქნება. კომფორტის მოყვარულებისთვის ბენეფიტების სერია ამით არ სრულდება. სოციალური სივრცეებით მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა ისევ მაცხოვრებლების სურვილებზე პასუხია. მინიმალისტური შენობები, დიდი ვიტრაჟები, ღია ტერასები, ველობილიკები, სხვადასხვა მოსასვენებელი სივრცეები ჩვენს მაცხოვრებლებს კიდევ უფრო აახლოებს ბუნებასთან და ქმნის სივრცეს ადამიანის თვითრეალიზაციისთვის. კომპანიაში გვუყვებიან იმასაც, რომ თბილისის აკრები ბიზნეს და კულტურული ცენტრების გზაგასაყარზე შენდება, რაც დედაქალაქის ცენტრში ახალ მიზიდულობის კერას ქმნის. ცხოვრების სრულად განსხვავებული მოდელი, პრესტიჟი, ინოვაცია და გრძელვადიანი ხედვა ამ ერთ უბანში ერთიანდება და სწორედ ეს სინქრონიზაცია აქცევს მას არა მარტო საცხოვრებლად მიმზიდველ გარემოდ, არამედ ერთ-ერთ გონივრულ ინვესტიციად. ჩვენი ოფისი მდებარეობს საბაშცის 70 ნომერში, სადაც მოსულ მომხმარებელს თავაზობთ თბილისის აკრების უნიკალურ გამოცდილებას ვირტუალური ტურის სახით. ეს ის შემთხვევაა, როცა ვირტუალურ სამყაროსა და რეალობას ერთმანეთისგან არაფერი მიჯნავს. წარმოსახვა მალე რეალობად იქცევა და მეტიც, როგორც ანაგი ქოლაბში გვარწმუნებენ დეველოპერული პროექტი, საზოგადოებასთან პირდაპირ დიალოგსაც დაიწყებს. ამის დასტურია ისიც, რომ თბილისის ახალ უბანში მთავარი ქუჩის სახელის მოფიქრება ისევ თბილისელებს მიანდეს თაკარა, დარიანი ან შუაგზა. რომელზე იცხოვრებდით, არჩევანი ახლა მხოლოდ თქვენზე და თქვენს გემოვნებაზეა. და დაბირებულად სტუმართან ერთად ვაგრძელებთ საუბარს. ჩვენთან ერთად არის ირინა ძიძიკაშვილი. ირინა, გახლავთ ანაგის
ანაგი ქოლავის გაყიდვების დირექტორი, სწორედ ის არის ჩვენთან. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა, გიორგი. მადლობა მოწვევისთვის. მოდი კიდევ ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტმა გარკვეულწილად რაღაცები დაფარა, აუხსნათ ენა ჩვენ საქმიან საზოგადოებას, რაც წარმოადგენს პირველ რიგში ანაგი ქოლავი და იმავდროულად თუ შეიძლება აი საკმაოდ უჩვეულო, განსხვავებულ კოლაბორაციაზე, რომელიც შეიქმნა თბილისი აკრებთან ერთად. დიახ, საკმაოდ განსხვავებულია ჩვენი კოლაბორაცია და ფაქტობრივად სიახლეს წარმოადგენს. დავიწყებ იქიდან, რომ ანაგი ქოლაბი ეს არის ანაგის სამშენებლო კომპანიის შვილობილი კომპანია, რომელიც დეველოპერებსა და ინვესტორებს სთავაზობს დეველოპერული სერვისების სრულ სპექტრს. თქვენც ალბათ იცით და ჩვენმა მომხმარებლებმაც იციან, რომ ამ სფეროში არ იყო როლები მკვეთრად გამიჯნული და გარკვეულწილად ინვესტორი, საუბარი არის ინვესტორის, დეველოპერის და ხშირ შემთხვევაში სამშენებლო კომპანიის როლზეც კი. ანაგი ქოლაბის მიზანი სწორედ ამ როლების მკაფიო გამიჯვნა არის, რაც ინვესტორს საშუალებას მისცემს, რომ კონცენტრირდეს მხოლოდ და მხოლოდ პროექტის ეფექტიანობაზე, სამშენებლო კომპანია მშენებლობის პროცესზე და მის ხარისხზე, ხოლო დეველოპერული სერვისების სრულ მომსახურებას თავაზობს ამ შემთხვევაში ანაგი ქოლაბი, რაც მიზნად ისახავს ამ სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას და მის მაღალ საფეხურზე აყვანას. ანაგი ქოლაბი არის ფაქტობრივად კოლაბორაციული პლატფორმა და სწორედ ჩვენი პირველი კოლაბორაციული პროექტი არის თბილისის აკრები. ეს არ არის სტანდარტული დეველოპერული პროექტი, წარმოადგენს თვითმყოფად უბანს, რაზე სასაუბრეთაც დღეს მოვედი ფაქტობრივად თქვენთან და საკმაოდ საინტერესო პროექტი გახლავთ თავისი კონცეფციიდან გამომდინარე. პირადად თქვენი მოწვევა, ასევე მანამდე თქვენი კოლეგებისა უკავშირდება იმ კამპანიას, რომელმაც ასე ვთქვათ, მიიპყრო ჩვენი ყურადღება დედაქალაქში სხვადასხვა ბილბორდების და თქვენი ასე ვთქვათ კამპანიის სახით თბილისი იზრდება. თბილისი იზრდება. თქვენგან მინდა თქვენი სუბიექტური აზრი მოვისმინო, როგორ იზრდება თბილისი, რა ხარისხზე და მასშტაბზეა საუბარი და რატო აქცენტირებთ სწორედ ამაზე? თბილისში ნამდვილად გამოჩნდა ახალი ბილბორდები და ახალი კამპანია სახელწოდებით თბილისი იზრდება და ეს თავის თავში გულისხმობს გიორგი იმას, რომ თბილისი სწორი მიმართულებით უნდა გაიზარდოს ჩვენი პროექტის ფარგლებში. ამას რა თქმა უნდა პროექტის კონცეფცია სრულად უზრუნველყოფს, ეს არის პირველ რიგში მისი სწორი დაგეგმარება და შემდეგ მისი ფუნქციურობა. სწორ დაგეგმარებაში რას გულისხმობ, ანუ ისე მოხდა პროექტის დაგეგმარება სტარტშივე, რომ ჯერ დაგეგმარდა უბნის არქიტექტურა, რომელიც სრულად მოერგო უბნის ლანდშაფტს და რელიეფს და მხოლოდ ამის შემდეგ შემუშავდა უშუალოდ შენობების არქიტექტურა, მათი იერსახე და შემდეგ გადავედით იმ ეტაპზე, როცა უკვე შიდა დაგეგმარებებზე დავიწყეთ, ასე ვთქვათ, მუშაობა. უბნის განაშენიანება 62 ჰექტარზე მიმდინარეობს, საკმაოდ მასშტაბური უბანია და თავისთავად ცხადია ფაზების მიხედვით განვითარდება. სწორი ზრდა და განვითარება თავის თავში იმასაც გულისხმობს, რომ თბილის ახალი უბანი დაემატება, ანუ ჰორიზონტალურ ზრდას გულისხმობთ და არა ვერტიკალურს და ანუ სიმჭიდროვით ზრდას. ირინა, ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ძალიან უხეში დაკვირვებით, რომ 62 ჰექტრით ცალკე თვითმყოფადი უბანი ემატება თბილისს და ეს არის ზრდის ის მასშტაბი, რომელიც ინფრასტრუქტურულადაც ემატება დედაქალაქს. თავისთავად 62 ჰექტარი იმხელა ტერიტორიაა, რომ თვითმყოფადობას თავის თავში გულისხმობს, მით უმეტეს, რომ ინფრასტრუქტურაც საკმაოდ ისეთი მრავალფეროვანი იქნება, მაგრამ აქ მინდა გიორგი კიდევ ერთ საკითხს შევეხომ, რომ თითოეული უბნის ინფრასტრუქტურაც იქნება, ასე ვთქვათ, თვითმყოფადი, ყველა უბანში იქნება ისეთი სივრცეები, რომელიც თანამედროვე ადამიანს ნამდვილად ჭირდება კომფორტული აკრებში გულისხმობს. იქ ლამის მქონდა საუბარი, ქუჩის დასახელებები, არჩევა, დარქმევა, საოცარი
შესაძლებლობებია და აქაც სახელები ძალიან ისე გაქვთ შერჩეული, რაც თქვენს ვებგვერდზე ვნახე. კი, სახელების შერჩევის დროს მაქსიმალურად აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ გვინდოდა ყოფილიყო ქართული სახელები და ასევე გვინდოდა, რომ ჩვენი კონცეფცია მაქსიმალურად გამოეხატა. დავასახელებ მაშინ კი, იმიტომ რომ ვებგვერდზეც არის უკვე ნაწილობრივ სასახური. კი ბატონო, სამი ვერსია გვაქვს ჩვენს ვებგვერდზე წარმოდგენილი, ეს არის თაკარა, დარიანი და შუაგზა. ჩვენი ვებგვერდის მისამართსაც ვიტყვი აქვე, რომ ეს არის თბილისი იქ/ჭ, სადაც მიმდინარეობს ქუჩის შერჩევის პროცესი. ეს სამი ვერსია გვაქვს წარმოდგენილი და დაახლოებით 2-3 კვირაა უკვე რაც დაიწყო ხმის მიცემის პროცესი. დიახ, აქტიურად არიან ჩვენი მაცხოვრებლები ჩართული და სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, გვინდოდა რომ მაქსიმალურად მჭიდრო დიალოგში შევსულიყავით საზოგადოებასთან და მიგვეცა საშუალება, რომ თავიანთი მომავალი ქუჩისთვის ან თუნდაც თბილისის ერთ-ერთი რიგითი ქუჩისთვის დაერქვათ სახელი. ეს არის ნაფეტვრებისკენ მიმავალი გზა დღესდღეობით, რომელიც სამომავლოდ იქნება თბილისის აკრების ცენტრალური ქუჩა. აქვე არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ჩვენ სოციალურ გვერდზე დავაანონსეთ უკვე შუალედური შედეგები, ერთ-ერთი ვერსია უკვე არის ასე ვთქვათ გამოკვეთილი ლიდერი და ეს არის დარიანი. არ ვიცი თქვენი ფავორიტი რომელი იყო? მოუწოს დარიანი. ძალიან კარგი. მაგრამ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ეს ხმის მიცემის პროცესი, დიახ. ძალიან დიდი ჩართულობაა, გარდა იმისა, რომ ამ სამ ვერსიას ირჩევენ, არის ესეთი აქტივობა, რომ თავიანთ ვერსიებსაც გვთავაზობენ. ცალკე დასახელებებით შემოდის. ცალკე დასახელებებით შემოდის და საკმაოდ საინტერესო. და სანამ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ეს პროცესი, ჩაერთონ ჩვენს მოხმარებელს და ჩვენს მაყურებელს მიუმართავ, რომ ჩაერთონ მაქსიმალურად ამ სასიამოვნო პროცესში. თბილისი აკრჯი, თაკარა, დარიანი და შუაგზის არჩევანი დაგხვდებათ მეგობრებო და მიაკითხეთ, თუმცა კიდევ კითხვებიდან რაც დამჩა ირინასთან არის რამდენიმე, პირველ რიგში ეს ეხება მწვანე საფარს, დენდროლოგიურ ნაწილს, 62 ჰექტარზე გადაჭიმულს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომელიც კეთდება კომპანიის მესვეურების და პროექტის მესვეურების მიერ. ამ მიმართულებას როგორ აქცევთ კომპანიაში ყურადღებას და რა პრიორიტეტებზეა საუბარი? ამ ხრივაც ნამდვილად გამორჩეულია თბილისის აკრების პროექტი. დაგეგმარება განხორციელდა 95-15 პრინციპით, რაც თავის თავში იმას გულისხმობს, რომ სრული ტერიტორიის მხოლოდ 15% იქნება განაშენიანებული, ანუ საცხოვრებელი ტერიტორია და 85% დაეთმობა სარეკრეაციო ზონას. ფაქტობრივად ვცდილობთ, რომ ლანდშაფტს ნაკლებად შევეხოთ და კიდევ უფრო განვავითაროთ დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში. ირინა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გთხოვეთ დღეს დილაუთენია მობრძანება, არის ამ პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობა. დასამალი არ არის, რომ დეველოპერული პროექტების განხორციელებისას ბიზნესი აქცენტირებს როგორც ცალკეულ მაცხოვრებლებზე, ასევე აქცენტირებს მყიდველების იმ კატეგორიაზე, რომლებიც ამ ქონებას განეხილავენ საინვესტიციო მიმართულებით საოპერაციო ნაწილში. თქვენ როგორც გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი, რა უპირატესობას ანიჭებთ ამ კონკრეტულ პროექტს და იქ წარმოქმნილ ქონებას საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით და როგორ ასაბუთებთ მას? საინტერესო შეკითხვაა ნამდვილად. თბილისის აკრების საინვესტიციოდ ერთ-ერთ მიმზიდველ პროდუქტს წარმოადგენს დღესდღეობით საქართველოში და ავხსნი რატომ. პირველ რიგში არის მისი გამორჩეული ადგილმდებარეობა. როგორც იცით, თბილისის აკრები მდებარეობს და იგეგმება მისი განაშენიანება ორ ყველაზე პრესტიჟულ უბანს ვაკესა და საბურთალოს შორის და ის შექმნის, ასე ვთქვათ, ახალ მიზიდულობის ცენტრს. აქვე მინდა შევეხო თვითყოფადობა და მინდა ეს ფაქტორი კარგად ახსნა, რაც ნიშნავს უბნის თვითყოფადობა. პირველივე ფაზაში აქ მომხმარებელს დახვდება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. მაგალითად, შესასვლელში იგეგმება მინიმოლის მშენებლობა, რომელიც კომერციული სივრცეებით იქნება დატვირთული. პირველივე ფაზაში ასევე მომხმარებელს დახვდება ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც არის საცურაო აუზი, სკეიტ პარკი, სპორტული მოედნები,
დაცოცი კედლები, საბავშვო ზონები, ველობილიკი, სასეირნო ალეები, მოსასვენებელი სივრცეები, მოკლედ ყველაფერი, რაც კომფორტული ცხოვრებისთვის სჭირდება ადამიანს და ეს ფაქტორიც, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ინვესტიციაც განახორციელონ, იმიტომ რომ სრულყოფილი პროდუქტი არის ფაქტობრივად შექმნილი. წინასწარი ჯავშნები ამ ეტაპზე დაწყებულია და საკმაოდ მაღალი აქტივობაც შეინიშნება. ამ თვალსაზრისით საკმაოდ დიდი დაინტერესება მოდის მომხმარებლების მხრიდან. დასამალი ნამდვილად არ არის, რომ ფაზების განვითარებასთან ერთად საკმაოდ შეიცვლება პროდუქტის ფასი, რა თქმა უნდა, განვითარებასთან ერთად. ამ ეტაპზე ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ შიდა განვადების საკმაოდ მოქნილ პირობებს, შემიძლია დავასახელოთ 50 თვემდე შიდა განვადებით შეუძლიათ ისარგებლონ, რაც თავისთავად ცხადია ძალიან მოქნილი პირობაა და ფასიც ამ ეტაპზე იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ სასტარტო ფასზე ვსაუბრობთ, არის საკმაოდ ხელმისაწვდომი და მიმზიდველი. ყოფილი დანარჩენისთვის უნდა მოგვაკითხონ თქვენ უკვე. მოგვაკითხონ ჩვენ სათაო ოფისში. და ეს ყველაფერი ხდება ანაგი კოლოფში, სადაც თავმოყრილია ყველა ის სერვისი, რომელიც უკავშირდება თბილისი აკრებს. თბილისის აკრების მომსახურებას და მართვას. წარმატებებს გისურვებთ თქვენ. დიდი მადლობა გიორგი მოწვევისთვის. მადლობა ირინა მობრძანებისთვის. ირინა ძიძიკაშვილი, ანაგი კოლობის გაყიდვების დირექტორი. მადლობა მას სტუმრობისთვის. მე წარმატებებს ვუსურვებ ანაგი კოლობის